ახტევა სომხეთში ამაზე ვისაუბრებთ გიორგი ტუმასიანთან ერთად ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელთან გიორგი გამარჯობა. გამარჯობა დილამშვიდობის. როგორ არის მდგომარეობა სომხეთში? ახლა როგორ ემზადება მეზობელი სომხეთი ამ არჩევნებისათვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის არის ამ ქვეყნისათვის? ძალიან აქტიურად მიმდინარეობს კამპანია ქვეყნის მასშტაბით, ასევე დაგეგმილია ბოლო შეკრებები, ესე იგი პოლიტიკური ძალების ერევანშიც მათ შორის მართველი ძალა გეგმავს ცენტრალურ მოედანზე დიდ შეკრებას. ასევე უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარეობს ბოლო კვირა არის პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში საკმაოდ ფართო დებატები ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით და მათი ლიდერების ან მეორე მესამე ადგილზე მყოფი სიაში ადამიანების. მოკლედ გვერდიდან საკმაოდ ცივილური შტაბეჭდება რჩება, თუმცა პრობლემა იმაში არის, რომ ეს პარალელურად არის უზარმაზარი რუსული წნეხის ქვეშ ეს ყველაფერი პირდაპირ ეკონომიკური და ასევე სამხედრო ტიპის შინაარსის მუქარების ფონზე და ამას ემატება ასევე დიდი ნაკადი, რომელიც უკვე მოდის რუსეთიდან ხმის მისაცემად ამ მარჩევნებზე. ეს ასე ვთქვათ, კონტროლირებული ნაკადი არის რუსეთის მხრიდან? კი ბატონო, ეს ძალები რეალურად, როგორც ვიცით, რუსეთში სპეცსამსახურების წაქეზებით აი ამ ქალაქებში, სადაც ასე თუ ისე სომხები გარკვეულ ორგანიზებულად არიან, ადგილობრივი სტრუქტურების, იქნება იქ ეკლესია თუ იქნება ესე იგი სათემო ორგანიზაციები, პლუს ამას ემატება თავად კარაპეტიანის დიდი ქსელი საბოლოო ჯამში მილიარდერი რუსეთში არის სწორედ გააჩნია სხვადასხვა ბიზნესები, ადამიანებს მიზანმიმართულად ახლა ხელს უწყობენ და აგზავნიან სომხეთში ხმის მისაცემად. სომხეთმა უბრალოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ყველას ვინც ჩამოდის ახლა წინა საარჩევნო პერიოდში ხმის მისაცემად, რადგანაც ასეთი პატრიოტები არიან, 25 დღიან სამხედრო წვრთნებში იწვევს, რომელიც ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა რეალურად, უბრალოდ ესენი რადგან არ ჩამოდიან ხოლმე სომხეთში, მათ არ ევალებოდათ ეს პერიოდი და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეალურად. რომ თუ ხმის მიცემა გინდა პასუხისგებლობაც უნდა იყოს ქვეყანაზე და ამ ადამიანებს ხშირად უნდათ ხმის მიცემა, ოღონდ რუსეთში ქვეყნის ბედი ისე რომ რუსეთი ოღონდ რუსეთს ახალისებს. და სავარაუდოდ მომავალში საერთოდ ეგ შეიცვლება სომხეთში, რომ სომხეთის მოქალაქეს, ვინც ცხოვრობს სომხეთში, კონდეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სომხეთი სხვა ტიპის ქვეყანაა, ძალიან დიდი დიასპორა გააჩნია და შესაბამისად ეს რესპუბლიკა სომხეთის არსებობის ერთი ეპიზოდიც კი შეიძლება იყოს, ერთი ნაწილი შეიძლება იყოს სომხების სხვადასხვა ფორმით სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. კი ბატონო. ეს სხვა ისტორია, მოდი ასე ვთქვათ, განსხვავდება ჩვენგან და ყველა ქვეყნისაგან ამ გაგებით. ჩვენ ვნახეთ, რომ დეзинფორმაციულ კამპანიას ატარებს ძალიან აქტიურად რუსეთი, ვინმე ქართული წარმოშობის რუსი პოლიტექნოლოგი ილია ღამბაშიძე ხელმძღვანელობსო და ტრადიციული მექანიზმი, რასაც საქართველოში იყენებენ, გამოიყენება მოდელად აიღეს ივანიშვილი, რომ სომეხმა ივანიშვილმა უნდა დაამარცხოს ფაშინიანი იქ. რამდენად ეფექტური არის ეგ ამბავი და რა დეзинფორმაციულ კამპანიებს მიმართავენ, რამდენად ნაცნობია ეს კამპანიები ჩვენთვის? კამპანიები პრინციპში კლასიკურია, რაც რუსეთის სპეცსამსახურების გაჟონილ დოკუმენტებშიც ასევე იყო, უნდა კეთილი ბიზნესმენი და მათ შეფასებით ქველმოქმედი შეაფასონ, ესე იგი ბოროტ ფაშინიანს, რომელიც პროთურქული არის ვითომ. ანუ აი ამ კონტექსტში ყარაბახის თემა გამოიყენონ, ეს არის ნაციონალიზმის ელემენტები, რომელიც მოქმედებს საზოგადოებას, ეს არის რელიგიის ელემენტები, რადგანაც რუსეთის კონტროლის ქვეშ აქვს ეგორივე თემა რეალურად სხვადასხვა ძალების მეშვეობით, ერთი დაშნაკცუცუნის, მეორე ეკლესიის კონტროლის მეშვეობით და შესაბამისად ამით ცდილობენ ივანიშვილი ორი სცენარის გამეორებას. დოკუმენტებში უწერიათ სპეცსამსახურებს რუსეთის, რომ სომხური ივანიშვილიო. საქმე იმაშია, რომ სომხურ საზოგადოებას აქვს ცოდნა იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში და შესაბამისად გაცილებით უფრო ბევრი გამოცდილება არსებობს ახლა, ვიდრე 2012 წელს იყო საერთოდ ვინ არიან რუსი ოლიგარქები და რა ტიპის კავშირები გააჩნიათ. ეხლა კიდევ უფრო მეტი გამოვლინდა რეალურად, რა ტიპის კავშირები აქვს სამվել კარაპეტიანს და აი ძალიან ცუდი პაროდია გამოუვიდათ 2012 წლის რეალურად, მაგრამ სამվել კარაპეტიანს აქვს ამბიცია, რომ გამოიყენოს მისი აი ჭყალებში ქველმოქმედება, მაგალითად კულტურის მოღვაწეების მასობრივი მოსყიდვა, ხელფასების დარიგებით, ჩემთან პირდაპირ პარალელს ავლებს იმასთან, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, როდესაც ივანიშვილი ვიცით, რომ აფინანსებდა და აგრძელებს მერეც სპორტის, კულტურის და ასე შემდეგ მოღვაწეების და
დაფინანსებას. ეს რაღაც აპრობირებული სტრატეგია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მე წვლილი შეიტანა. თურქეთის აგენტობას აბრალებენო ფაშინიანს. არსებითად ეს ბრალდება არის თუ არა რეზონირებს თუ არა სომხურ საზოგადოებაში. და ზოგადად ამოიწურა თუ არა ყარაბაღის საკითხი ამ გაგებით. ეს მიმულია ხო ეს საკითხები ერთმანეთთან აზერბაიჯანი, ყარაბაღი, თურქეთის საკითხები და არის თუ არა ეს შეიძლება თქვათ ბოლო არჩევნები, როცა ეს შეიძლება გადამწყვეტი იყოს. წესით ბოლო და გადამწყვეტი არჩევნები უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ წყდება სწორედ ვექტორი და ცხადია სრულად ამოწურულს ვერ დაარქმევ, მაგრამ სწორედ ის არის ვარაუდი, რომ ფაშინიანს ჩემი შეფასებაც ის არის, რომ ექნება დიდი უმრავლესობა, შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი და ეს ძალები როცა მიიღებენ შეზღუდულ მანდატს, საბოლოო ჯამში ეს დაადასტურებს, რომ სომხურმა საზოგადოებამ მეტწილად დემოკრატია ხო ბოლოს და ბოლოს რაოდენობაში ითვლება ხო ყველა თითოს ვერ შეფასება დარჩება ყოველთვის ეს თემა რაღაც დოზით მაგრამ აი ეს უმრავლესობა გადაწყვეტს რომ გადააბიჯოს ისტორიის ამ ფურცელს და წავიდეს სხვა მიმართულებით თან ეს არის ძალიან პრაგმატული ამ შემთხვევაში ეს არ არის ისტორიასთან ბრძოლის ლოგიკა არამედ უკავშირდება იმას რომ დღეს სომხურ სახელმწიფოს სჭირდება სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და მთავარი საფრთხე ამ მომენტისთვის სახელმწიფოებისთვის რაც არ უნდა უცნაური იყოს არ არის არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი ეს საკითხები ვაშინგტონის დახმარებით და ბრიუსელის ხელშეწყობით მოგვარდა დღეს მთავარი პრობლემა არის რუსეთი რომელიც არამხოლოდ ეკონომიკურად უდიდეს პრობლემებს უქმნის სომხეთს არამედ პირდაპირ საუბრობენ სომხეთში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე მაგალითად ხო ამით ცდილობენ რომ დააშინონ ფაშინიანის ამორჩეველი რომ ფაშინიანი არ აირჩიონ თორე ომი დაიწყება ყველაფერი ძალიან ნაცნობია ხო ამ გაგებთ არაფერი უცნობი არ არის თავისთავად ყარაბაღის საკითხი ეს ძალიან მტკივნეული საკითხი არის გასაგებია უბრალოდ ეს პრაქტიკულად ეს არჩევნები აფუძნებს ახალ რესპუბლიკას სომხეთისათვის აი იდეოლოგიური თვალსაზრისით ხო ყარაბაღზე პრინციპული ესეთი საკითხი დახურულია ახალის ამ საერთაშორისო წესრიგის მიღებაზეც კი არის შემდგომ მოსალოდნელია და საჭიროა მგონი კონსტიტუციის ცვლილებაც ხო ამ ხრივ რა მოლოდინები არსებობს კონსტიტუციის ცვლილებისთვის აუცილებელია 2/3 პარლამენტში შესაბამისად რეფერენდუმის ჩატარებას არაპირებს რეფერენდუმიც უნდა გაიმართოს ოღონდ ჯერ პარლამენტში მაინც გჭირდება 2/3 საკმაოდ რთული ანუ ჯერ 2/3 პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღება, იმიტომ რომ კონსტიტუციის ცვლილებას კი არ აპირებს ზოგიერთი მუხლის, არამედ ახალი კონსტიტუციის მიღებას. თან რა პრობლემაც არის ამ კონსტიტუციაში ძირითადად პრეამბულას რაც ეხება, იმასაც ჭირდება ახალი კონსტიტუციის მიღება. ასე რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფაშინიანმა მიიღოს, ეს არის 67% ან უფრო მეტი. და ამ შემთხვევაში მე უკვე რეფერენდუმზე გატანა მაინც იქნება საჭირო. თუ არა, შესაძლოა რიგ გარეშე არჩევნებიც ვიხილოთ სამომავლოდ იმ მიზნით, რომ პირობითად ეხლა გამარჯვება გააფორმოს და შემდეგ უკვე მოამზადოს საზოგადოება რიგ გარეშე არჩევნებისთვის იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს და შეცვალოს. რადგანაც შეცვლის გარეშე შეიძლება ეს საბაბად რეალურად და არა მიზეზად გამოიყენოს ასევე აზერბაიჯანმა და გაწელოს ეს პროცესი, რაც ჩამოკიდებულს დატოვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხო? ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს თავი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს და გაიხსნას საზღვრები, დაიწყოს ვაჭრობა, დაიწყოს ურთიერთობები, რომ ეს მათ შორის რუსეთს ხელფეხ შეუკრავს. მაქსიმალურად რომ მანიპულირება ეცადოს ბევრი კუთხით. შანსი არის იმისა, რომ საკონსტიტუციოს უმრავლესობა მიიღოს რეალურად. კვლევები გვეუბნება რამე ნიშანდობლივს. იმიტომ რომ მე რაც ვნახე, ფაშინიანი წინ არის, მაგრამ არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაღაცა დიდი რაოდენობა, ხო, რომელიც არ ამბობს, ან გადაუწყვეტელია. კი ბატონო, თუმცა თუ გამოვრიცხავთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, დაუშვათ არ მიდიან არჩევნებზე, რა შედეგებიც გვაქვს ხედავთ რომ დაახლოებით 65%-ის ფარგლებში არის ძალიან რეალისტური სანდელ კარაპეტიანის პარტიას 15%-ის ფარგლებში გააჩნია მესამე ადგილზე სავარაუდოდ იქნება რობერტ ქოჩარიანის და დაშნაკ ცუცუნის ერთობლივი ბლოკი თუმცა რამდენად გადალახავენ 8% ჭირდებათ მათ იმიტომ რომ ბლოკია არ ვიცი, მაგრამ ასევე არის გაგიკ წარუკიანი, კიდევ ერთი რუსი და ბელარუსი ოლიგარქი, რომელსაც 4% ჭირდება, იმიტომ რომ მარტო პარტიით მიდის.
და გადამწყვეტი იქნება რეალურად ჩემი აზრით, რომელი გადალახავს ბარიერს. ამ 8%-ს თუ 4%-ს, რომელიც გადალახავს, იმიტომ რომ სომხეთის პარლამენტში მინიმუმ 3 პარტია აუცილებლად უნდა იყოს. შესაბამისად, თუ გადის ფაშინიანი და კარაპეტიანი, მესამე აუცილებლად შევა შემდეგი, რომელიც მოდის და ესე იგი თუ გადალახეს ორივე ბარიერმა, ანუ ბარიერი ორივე თუ გადალახავს 4 იქნება, მაგრამ თუ მარტო ქოჩერიანი გადალახავს ესე იგი ბარიერს ის შევა თუ ქოჩერიანს რომ მქონდეს 7%, მაგრამ რეალურად გაგიქცა უკანს 4 გადალახული კონდეს ის შევა, იმიტომ რომ ის ლახავს. კაი ჩახლართული სისტემა კი არის. კი ბატონო. კაი ჩახლართული არის, მაგრამ ნუ რაღაც ლოგიკა არის აშკარად ამ. ალბათ კონსტიტუციის შეცვლით ეგეც შეიცვლება, იმიტომ რომ ძველი სისტემაა. როგორ ფიქრობ, აი რო აღწეროთ პროფილი ამომრჩევლის, აი როგორი არის ფაშინიანის ამომრჩეველი, ვინ არის ის, რა ასაკის არის, შეიძლება გამოვკვეთოთ ასეთ რამ. როგორია ქოჩარიანის ამომრჩეველი, სომეხი ოლიგარქის ამომრჩეველი. რა ხალხი, აი ურბანულია, უფრო რურალურია, უფრო სოფლად ცხოვრობს, უფრო ქალაქად, ახალგაზრდა უმაღლეს განათლება, აი რამე ასეთი იკვეთება პროფილური. რა თქმა უნდა, რთული კითხვა არის, მაგრამ აი რა ის კვლევები, თუ დავეყნობით მათ და ჩავთვლით, რომ სრულფასოვანია, დაახლოებით გვაძლევს სურათს, თუ როგორია მდგომარეობა. ძირითადად ფაშინიანს მხარს უჭერს რეალურად სამივე სექტორში, დედაქალაქი, ურბანული ცენტრები და სოფლად მცხოვრები, მაგრამ გაცილებით მეტი არის ურბანულ ცენტრებსა და უფრო მეტი სოფლად მცხოვრებში. ანუ ყველაზე ნაკლები დედაქალაქში, ოპოზიციურ ძალებს დედაქალაქში, ანუ მაგალითად სოფლად მცხოვრები ნაკლებად ოპოზიციური არის ხოლმე და უფრო პროსამთავრობო. ოღონდ ეს არის ამის მიზეზი არის ცოტა სხვა, რადგანაც ერევანი დედაქალაქი ომს ასე თუ ისე არ გრძნობდა და ომის კრიზის ყოველდღიურ სირთულეებს გრძნობდა ყოველთვის სოფლად და საზღვრაზე ახლოს და სომხეთს ძალიან გრძელი საზღვრები აქვს რეალურად და პრაქტიკულად ყოველ დასახლებული პუნქტიდან არც თუ ისე შორს არის ეგ საზღვარი. ასე რომ ეს საკმაოდ ლოგიკური არის. ზაზე რომ მიდიხარ, აქეთ ერთი საზღვარი ჩანს და აქეთ მეორე პრაქტიკულად. კი ბატონო, ასე რომ ძალიან ლოგიკური არის. ფაშინიანის ახალგაზრდობა მაგალითად საერთოდ პოლიტიკაში ნაკლებად არის ასე ვთქვათ ჩართული და დაინტერესებული კვლევები ამას გვაჩვენებენ და რაც უფრო ზემოთ მიდის ასაკი, მით უფრო ინტერესდებიან პოლიტიკი და მით უფრო ფაშინიანის მხარდამჭერები არიან. ეხლა მას აკრიტიკებენ ამის გამო. ამბობენ, რომ მხოლოდ ზედა ასაკის, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ რეალურად ეს ხალხია, ვინც უფრო მასშტაბურად ფიქრობს სახელმწიფოს ბედზე და ახალგაზრდების მოტივაცია რა არის? ნაციონალისტურად უყურებენ უფრო ამ საკითხებს თუ დემოკრატიულობას უწუნებენ? არა, პოლიტიკაში არ არიან ზედმეტად ჩართული. აი ქალაქი ერევანის პრობლემა რა არის ფაშინიანთან? აი რას უწუნებენ მას? ყარაბაღის ომში მარცხს, აზერბაიჯან-თურქეთთან ამ დაალაგებას, ამაში ხედავენ პრობლემას თუ დემოკრატიულობას უწუნებენ? ვფიქრობ, რომ აი როგორც თქვი, რომ დემოკრატიულობას არ უწუნებენ, მაგრამ ერევანი ნაკლებად გრძნობდა ტვირთს, რომელიც იყო. ამიტომ უფრო ისე უყურებენ, რომ კიდე გვინდა? ხო, ანუ ამიტომ უფრო სხვა პოლიტიკური განზომილებიდან უყურებს ერევანი ამას და ბოლოს და ბოლოს ხშირად ამბობენ, რომ ომის დროსაც ერევანი განსაკუთრებულად არ იგრძნობოდა ომი ერევანში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ დედაქალაქში მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობა არ იყოს იმდენად დიდი, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც საზღვარზე ცხოვრობს ან საზღვართან ახლოს ცხოვრობს. აი ძალიან ბუნებრივია ეს. შესაბამისად, ერევანშიც აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. უფრო დიდი სავარაუდოდ ვიდრე ოპოზიციას, მაგრამ პროცენტულ შედარება რადგან მთხოვეთ, სწორედ ამას ვაჩვენებ, რომ დინამიკა დაახლოებით ასეთია. გუშინ იყო მაგალითად კარაპეტიანის აქცია ერევანში, საკმაოდ შეგვიძლია ვთქვათ, მცირე რიცხოვანი იყო, იქედან გამომდინარე, რა პოტენციალი შეიძლება ქონოდა დედაქალაქს და გიუმრი არის ერთ-ერთი სუსტი წერტილი, სავარაუდოდ ნახავთ გიუმრის შედეგებს, შეიძლება იქ რთული იყოს გამარჯვება, იმიტომ რომ წინა ადგილობრივ არჩევნებზე მაგალითად გიუმრიში ფაშინიანის გუნდს ცოტა არ ეყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მოიპოვა უმრავლესობა. ვნახოთ როგორ იქნება. საინტერესოა გიუმრისთან რუსული სამხედრო ბაზარი მოქმედებს ეს ემოციურად მათ შორის. რა თქმა უნდა, გიუმრიზე ძალიან სერიოზული გათვლა აქვს ზოგადად, რომ რაც შეიძლება პრორუსული გახადონ და ამ ბაზაზეც ბევრი ადამიანი არის დამოკიდებული ეკონომიკურად და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ფაქტორი არსებობს, თუმცა ეს დინამიკაც მნიშვნელოვნად შეცვლილია. მადლობა ძალიან დიდი. გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენთან ერთად ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი, სომხეთს ვსაუბრობთ. კვირას არის ხო არჩევნები? კი. ხო, ამ კვირას არის სომხეთში არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ახლა მიმოვიხილეთ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მე ხვალ დაგიბრუნდებით უკვე პარასკევს